ჩვენი გეგმა, როგორც გითხარით, ჩვენ დავიწყეთ მოქმედება გენერალურ საგანგებო რეჟიმზე გადავედით მთელი პარტია და ამოცანა და გეგმა იმაშია, რომ გავაკეთოთ იგივე, რაც მოხერხდა და გავაკეთეთ გარყვნილების პროპაგანდის წინააღმდეგ, ჯამში ქვეყანაში უნდა გენერალიზდეს ისეთი ფონი პოლიტიკური მოთხოვნის, მიწოლის, მათ შორის პოლიტიკური იმ ძალების გაძლიერების, რომელიც ამ ყველაფერს უპირისპირდება, რომ ხელისუფლება იძულებული გახდეს ცვლილებებზე წამოვიდეს, როგორც ეს მოხდა გარყვნილების პროპაგანდის წინააღმდეგ, რაზეც ბევრს არ ეგონა, თავიდან რო ვიწყებდით, წარმოუდგენელი ეგონა, რომ ამას მივახწევდით, წარმოუდგენელი ეგონა ამის რეალურობა, მაგრამ ეს შესაძლებელი აღმოჩნდა. იგივე უნდა გავაკეთოთ ამ შემთხვევაში, ახლა კონკრეტული ნაბიჯები რა არის, რაც დავიწყეთ. საჭიროა საკანონმდებლო ბაზის მომზადება იმისთვის, რომ კონკრეტულად რა ცვლილებებია გასაკეთებელი და ეს გავაკეთეთ, საწყისი ფორმა ამისი. საიმიგრაციო კანონმდებლობაში ჩამოვწერეთ კონკრეტული ცვლილებები, შევქმნით კანონპროექტი, ამ კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით დავწერეთ იგივე შინაარსის პეტიცია და ვაგროვებთ ხელმოწერებს იმისთვის, რომ რაც შეიძლება დიდი რაოდენობის ხელმოწერებით ლეგიტიმაცია უზრუნველყოთ ამ მოთხოვნის კონკრეტული საკანონმდებლო ცვლილებების და შევიტანოთ პარლამენტში. პარალელურად ეს პროცესი მოიცავს იმასაც, რომ ხელმოწერების შეგროვება იქნება თუ პოლიტიკური აქტიურობა ამ დროის განმავლობაში, უნდა უზრუნველყოფდეს ჯამურად ამ თემასთან დაკავშირებით რისხვის გაზდას, პროტესტის გაზდას საზოგადოებაში, იმისთვის, რომ მხოლოდ ხელმოწერებით კი არა, ამით ჯამური განწყობებით ხელისუფლება მიიგრძნოს ცვლილებების აუცილებლობა და იგრძნოს, რომ თუ ამას არ გაატარებს, დაზიანდება და ბევრი მათ შორის იწერება ამ აზრს აჟღერებს, რომ მხოლოდ ხელმოწერებით საქმე ბოლომდე ვერ მივა, საჭიროა აქცია, საჭიროა მოთხოვნის და ძალის დემონსტრირება და მხოლოდ ამ ფორმაში ხედავს გამოსავალს. ამასთან დაკავშირებით შეგიძლიათ იცოდეთ, რომ ეს გეგმაც ნაწილია ჩვენი დაანონსებული პროცესის, რაზეც მუშაობთ და აუცილებლად ვაპირებთ აქციის ჩატარებას. მას შემდეგ, რაც მორჩებით საკმარის რაოდენობას შევაგროვებთ ხელმოწერების და ეს ხელმოწერები იქნება მათ შორის სამობილიზაციო რესურსი აქციისთვის, იმიტომ რომ ტელეფონებს გვიტოვებს ხალხი, იგულისხმება ამ ხელმოწერებში, ისამართებს გვიტოვებს სახელს გვარს და გვეცოდინება, რომ ეს ადამიანები მათ დიდი ნაწილი მზად არის ამ პრობლემაზე იმოქმედოს და გამოვიდეს. ანუ სამობილიზაციო პროცესს ვაწარმოებთ და მათ შორის ჩვენიანები, რომლებიც ივლიან მთელი საქართველოს მასშტაბში ამაზე ამ ფორმით იმუშავებენ, რომ ამზადებთ დასკვნით აქციას ამ თემასთან დაკავშირებით და დასკვნით ეტაპად, მას შემდეგ რაც საკმარის სამუშაოს ჩავატარებთ და შევქმნით ბაზას აუცილებელს ხელმოწერების სახით და რესურსის სახით ჩვენ აქციით, რომელიც ძალიან მრავალრიცხოვანი უნდა იყოს, შევიტანთ ამ პეტიციას პარლამენტში. აქციის სახით, აი მივალთ, არ ვიცი, 100,000 ვიქნებით თუ 80,000 ვიქნებით თუ რამდენი ვიქნებით 50,000, ბევრნი უნდა ვიყოთ. აი მაგდენი ხალხი გამოვალთ ქუჩაში და ვინმეს რო ეჭვი არ გაუჩნდეს, რომ ამ პეტიციის ხელმოწერები რაღაცა არა ავთენტურია და ასე შემდეგ, აი პირდაპირ იმ ხალხთან ერთად შევიტანთ ამ პეტიციას პარლამენტში. ამას დრო დაჭირდება და გაგახსენებთ ახლა ჩვენ 5 ივლისი იყო თუ 8 ივლისი 2023 წლის 2022 წელსაც 2 ივლისს გამოვედით. ყველა ამ აქციას ვამზადებდით თვე ნახევარი, ესე არ იყო, რომ ხვალ დაუძახო ადამიანებს და ეგრევე გამოვიდნენ ლიბერალურ მედასავლეთის ძალებსაც კი, რომელსაც უზარმაზარი რესურსები აქვთ, დიდი ხნით ადრე უწევთ ხოლმე აქციის დაანონსება იმისთვის, რომ შესაბამისი მასშტაბზე გავიდნენ. ჩვენც აი ესე მოგვიწევს მუშაობა, ორგანიზება და დასკვნითი ეტაპი ხელმოწერებისა იქნება ის, რომ ჩვენ ამას დიდი მასით შევიტანთ პეტიციას ხელმომწერებთან ერთად. ამიტომ ვინც ახლა ხელმოწერებს აგროვებთ და ვინც ჯერ არ დაგიწყია, ვისაც ჯერ არ დაგიწყეთ, მაგრამ თვლით რომ აქციაა გამოსავალი, იცოდეთ რომ ამ პროცესში მონაწილეობთ. აი წაიღეთ ეს ფურცლები, მოდით ჩვენთან ოფისში, რომელიც მდებარეობს სააკაძის მეორე გასასვლელი 11A ნომერში თბილისში.
და იქ არიან კვირის გარდა ყოველ დღე ჩვენი თანამებრძოლები 11-7 საათამდე მოდით წაიღეთ ბლანკები და იცოდეთ. მხოლოდ პეტიციის ხელმოწერებს კი არ აგროვებთ სამობილიზაციო რესურსს გადამწყვეტი აქციისთვის, რომელიც იქნება დასკვნითი ეტაპი ამ პეტიციისთვის ხელმოწერების შეგროვების. ჩაერთეთ, გინდათ მოქმედება, აგერ არის სამოქმედო გეგმა, ცალ-ცალკე ვერაფერს გახდება, თუ მიგაჩნიათ, რომ აქ გასაკეთებელია, საბრძოლია და გაჩერება არ შეიძლება, არა თუ ზუსტად იგივე მიგვაჩნია, არამედ მაგას ვაკეთებთ. და აგერ გამოჩნდება, ვინ ჩაერთვება, ვინ რამდენად ჩაერთვება და ვინ რამდენად არ ჩაერთვება. ჩვენის მხრივ ჩვენ მაქსიმუმზე მივდივართ, მაქსიმუმს ვაკეთებ და უკან დახევას არაფერზე არ ვაპირებ. შეგიძლიათ ეს ჩვენი დღევანდელი განცხადება ჩათვალოთ აქციის ოფიციალურ ანონსად, როდესაც მთელ საქართველოს შეგროვდება ეს ხელმოწერები, როგორც კანონპროექტზე, ისე პეტიციაზე, შემოდგომის დასაწყისში, როდესაც ამის ჩაბარების დრო მოვა, ჩვენ უნდა ჩავატაროთ ერთად დიდი აქცია, რომელსაც სხვა რაღაცა დღის წესრიგიც ექნება, მაგრამ მისი კულმინაცია უნდა იყოს აი ამ საერთო საქმის, საერთო შრომის ჩაბარება მთავრობაზე, იმისთვის, რომ მოხდეს ძალიან ნათელი დემონსტრაცია, რომ ქართველ ხალხს ეს თემა აწუხებს, ქართველ ხალხს ეს თემა ანაღვლებს და მით უმეტეს არჩევნების წინ ხელისუფლებისთვის ეგეთი რაღაცის დაიგნორება არის ყველაზე რთული. თუ როდესმე არის ეფექტური ხელისუფლებაზე ამ თემით, ესეთი ფორმით, კანონის ფარგლებში რო ჯდება მიწოლა, არის ეხლა. ყველაზე ოპტიმალური გზა არის ეს. ამიტომ შეგვაკრებიეთ 1000-ით 1000 და 100-ით 1000 ხელმოწერა, რომ დიდი ლეგიტიმაცია კონდეს და როდესაც ამ ყველაფრის ჩაბარების დრო იქნება, გამოდით ერთად ვაჩვენოთ, რომ ამ ქვეყანაში ნაცქოცების ერთმანეთში გარჩევების გარდა ხალხს მართლა ქვეყნის ბედი და ქართველების ბედი ანაღვლებს. ჩათვალეთ ეს აქციის ოფიციალურ ანონსად.